Steak. Აი ვინმეს თუ კითხვა გიჩდებათ. ვისაც გიჩდებათ ხოლმე დილით, რატო გიღიშნა სანუდი რო წასვლა უძილარზე გამთენია. აი ამიტომ. აი. წინ. აი ეს არის თავარი მიზეზი მაგ ყველაფერს. მოიტამოდი. აი. ფუ. ასეთ რაღაცას ძინარე სიზმრებში ვერ ნახავ. Ocha. Ifa. Argi bichig. Zin. Ocha. Zin. Zimidi. Etsim. Eser, gezgir marto. Ocha. Vidi. Argi bichig. Ai ეს იყო დილის დასაწყისი. მოდი. Gejiros. Jack. Gejiros. Maista. Фу. Კარგი ბიჭი ხარ. თავის სეკუნდირებიან ყველაფრიანად. ჩვენიერი იყო. Куда? Ага, წინ. წინ მიდი. წინ. აგერგდია. კუდა. გამხედე, მოდი. აქ. მოდი აქ. აქეთ. აქ. ყოჩ. მოიტა მოდი. მოიტა. მოდი. მოდი ჩემისულე. მოდი უცე. ხო, მოდი გამოძვირი, მოდი. მოდი მოიტანე კაცი. ყოჩ. მოდი. Фу. Სიცასე პირველი. მოკლედ დღეს მექნება კომბინირებული ნადირობა. ნადირობა უკვე შედგა. 3 მწყერი და 1 ქედანი ყავს უკვე. ჩამოსული ვარ მთელი დღით. დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდები ამოძრავდება, იმიტომ რომ წინაზე 3 წარი ავიყვანეთ ქედანი და საკმაოდ აი ძალიან კარგი მოძრაობა იყო, უბრალოდ ვერ გავჩერდით დიდი ხნით. წამოსასვლელები ვიყავით. რაც შეეხება წამოღებული მაქვს
საფარი, მაგრამ სამწუხაროდ არ მომეპოვება ფიტულები ტრედის და კედის. ამიტომ ვეცდები ჯერ ჩასაფრებით ავიყვანო რამე, მიპარვით და ეგეთ სტილში ავიყვანო რამე და შემდეგ დავალაგო ან ხეებზე განვალაგებ ან მიწაზე და იქნებ ვაგით გამიადვილდეს გუნდის მოყვანა. ნახოთ როგორ წავდა რანაირად ჩვენი ნადირობის საქმეები. აგერა. კუდა. აგერა. ფუ. აი, რა შვები ძაღლი მე და მეტაკ. ფუ. სამჭრელიანი ჩოკი და ისი ჯანი. მოიდა. კაი, ფუ. აი ბუმბულა. სამჭრელიანი ჩოკი მეტანია და ნახოთ რას ვიზავ. ოჩახკუდა. გადმოჯდარი მწყერია და თავისთავად ნარბენი ეგ. კარგი. ნადირობ ქედანზე და მეყენია სამჭრელიანი ჩოკი მაგიტო. მოიდა. მალე. მოდი. გეჯიროს. ესე იგი სიტუაცია მდგომარეობს შემდეგში. გამოსულები ვართ იხსეს ანადიროთ, მაგრამ საერთოდ სხვა ნადირობა დაგვხვდა ჩამოსულებს, იმიტომ რომ იხვის ასროლზე ვერანაირად ვერ მოვიყვანეთ. გამოვედით, ქათამი არ არის, ვერ ვნახეთ. თლად ბევრი წარგვილია, მაგრამ რაც ვერეთ, იქიდან გამომდინარე ვამბობ ამას. ასეთი ძალიან სერიოზული პირობები აქვს. ტრედსაც, ქედანსაც, გვიძინსაც, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შეინიშნება. საკვები აქვს უზარმაზარი რაოდენობით, ყანები საერთოდ აუღებელია. დაბლაც ყრია, მაგრამ არანაირი არაფერი. დადგა ასეთი სიტუაცია, რომ ერთ ელემენტს ვზოგავდი, GoPro-s ელემენტს ვზოგავდი, საღამოს გადაფრენისთვის იხვისთვის და უბრალოდ გამოვიარეთ ყანაში. სხვა შანსი რო აღარ ქონდა დარჩენილი უკვე საღამომდე დრო. და ვნახეთ 4 ცალი მწყერი. 4-დან 2 ავიყვანეთ, 2 ვერ ავიყვანეთ. და გავაგრძელეთ სამჭრელიანი ჩოკით ვართ. გავაგრძელეთ ახლა ნადირობა მწყერზე, ბიჭები ისვენებენ. და იქნება მწყერით მაინც გადავაყოლოთ გული. თორე სხვა სანოგეშო არაფერია. მწყერის კადრები ვერ ავიღე, როგორც გითხარით. არ მქონდა GoPro მაგ დროს ჩართული. ჯიბეში მქონდა ვინახავდი. თუ რამე იქნება ახალი, ჩავამატებ იმასაც.
ავიყვანეთ, ფეხიდან ამოგვიფრინდა. როგორც ჩანს, ძალმოს სიმადგილას არ გაუვლია. ეს 2 ნოემბერია და საკმაოდ სწრაფად დაფრინავენ მწყერები ამ პერიოდისთვის. კარგი ბიჭო. დაიჭირეთ. ეცი მით. კარგი. ხო? ყოჩა. პატარა წერი ნამდვილად არ არის, მაგრამ სწრაფი იყო. ესეც დღევანდელი მესამე მწყერი. გავაგზავნეთ. Тут тут кашу дек. Ашура შენუდი და ხათა. მათი და მიცა ბიჭო. ხათა მე. ყოჩა ყუდა. კაი ბიჭი. კაი, აქ შესვლა გამიჭირდება. ნაბულიდან ამოიყვანეს. სეზონის გახსნა პირველი ქათამი. შვენიერი დასაწყისი. დანარჩენს ვნახავთ გადაფრენას. საღამომშვიდობის მონადირეობა მოგესალმებით. დღეს 1 ნოემბერია და გაიხსნა წყალწურავებზე ნადირობის სეზონი. მოგილოცავთ ყველას და მშვიდობიან წარმატებულ ნადირობებს გისურვებთ. ამასთანავე დღეს ვართ გადმოსულები საღამოს გადაფრენაზე, ტყის ქათმის საღამოს გადაფრენაზე. ჩემს მასთან და ჩემს უბნელთან ერთად, რა თქმა უნდა, ბატონი კუდა გვერდს მივშვენებს. გზაში, სანამ მოვდიოდი დანიშნულების ადგილისკენ, ხსენებულმა ბატონმა კუდამ გაგვიკეთა ნაბული და ამოიყვანა ტყის ქათამი ნაბულიდან, როგორ სიტუაციაში სახლობთ ვართ, იგივე ან უფრო მეტი გადაბურდულობა იყო და ცუდი სასროლი ასე ვთქვათ, ავიყვანეთ ტყის ქათამი, მაგრამ თლად შორს ვერ გავუშვით, იმიტომ რომ შემდეგ თვალთან ხედვის არეალი უკვე იკარგებოდა ფაქტობრივად. სეზონი უკვე გავხსენი ტყის ქათმის, რა თქმა უნდა, ცოტა მოგვიანებით იხვის სეზონის გახსნაზე, მაგრამ არა უშავს სიამონება უკვე მიღებულია და ვიმედოვნებთ, რომ გადაფრენაზეც არ დავრჩებით უკმაყოფილოები. უკმაყოფილო ვერანაირ სიტუაციაში ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ უკვე აყვანილი გვყავს, მაგრამ თუ დავამატებთ რამეს, თლად კაი. წარმატებებს გისურვებთ თქვენს, ჩვენს წარმატებები და მშვიდობიანი წარმატებული ყოფილიყოს ჩვენი ყოველი გასვლა ბუნებაში. დანარჩენს ყველაფერს კადრებში ხილავთ. იმედია წაემატება გადაფრენის კადრიც. დროებით. რა ძალიან ლამაზი საღამოა და იმედია დაგვირგვინდება ისე, ჩვენ რო გაგვიხარდება. ერთი სიტყვით, დღევანდელი საღამოს გადაფრენა დასრულდა უშედეგოდ, მაგრამ დღემშვენივრად წარმატებულად ჩავატარეთ. ნადირობა შედგა, სიამონები ვართ, ბუნებაში გავიარეთ, გავისეირნეთ და ასე კარგ განწყობაზე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.